აუტოიმუნური დაავადებების ცხოველებში. განვიხილავ რამდენიმე დაავადებას, ასევე მათ იმუნოპათოგენეზს, დიაგნოსტიკებისა და მკურნალობის გზებს. ორგანიზმში არც ერთი ორგანო არ არის დაცული აუტოიმუნური დაავადებებისგან, ყველა ორგანოს აქვს თავისი სპეციფიკური და არაერთი აუტოიმუნური დაავადება, თუმცა რატომ არის თითქმელი ამ მხრივ უფრო სენსიტიური და მოწყვლადი. ეს გამომდინარეობს თითქმის მთავარი ფუნქციიდან, რომელიც ორგანიზმში სისხლის ფილტრატორ ორგანოს წარმოადგენს, შესაბამისად გლომერულებში, რომელიც მიკროკაპილარების გორდიით არის წარმოდგენილი, ხდება ძალიან დიდი რაოდენობით და დიდი წნევით სისხლის მიწოდება. იქნება სისხლის ტურბულენტობა, მიმდინარეობს მექანიკური სტრესი, მიმდინარეობს ულტრაფილტრაციის პროცესები. შესაბამისად, სისხლში მოციქული და იმუნური კომპლექსებისთვის ეს ძალიან ხელსაყრელი ადგილია, რომ ისინი დაიბექონ, დეპონირდნენ და გამოიწვიონ ანტიბიოტიკი დაავადებები. შესაბამისად, ერთი მომენტი არის ის, რომ თითქმის როგორც ყველა სხვა ორგანოს აქვს თავისი სპეციფიკური აუტოიმუნური დაავადებები და მეორე მხრივ თითქმის ასევე ზიანდება თითქმის გარეთ სხვადასხვა ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიების დროს წარმოქმნილი იმუნური კომპლექსები. ძალიან ხშირად აუტოიმუნურ დაავადებებში, თითქმის აუტოიმუნურ დაავადებებში ფიგურირებს გლომერულური ბაზალური მემბრანა. პირველ რიგში უნდა განვიხილო მოკლედ თუ რა არის ეს მემბრანა. იგი წარმოადგენს თითქმის გლომერული სტრუქტურულ ერთეულს, შეიძლება ითქვას მთავარ ფილტრატორ ბარიერს, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს ემბრიონულ უჯრედებს და პოდოციტებს. უმეტესად შედგება ლამინისგან, მიდოგენისგან, მეოთხე ტიპის კოლაგენისგან და ჰეპარასულფატ პროტეოგლიკანისგან. მისი ფილტრაციის ფუნქცია გამომდინარეობს იქიდან, რომ პირველ რიგში მისი ფორები არის ძალიან მცირე და მასში ვერ გაივლიან დიდი ზომის მოლეკულები და მეორე მხრივ ეს ჰეპარასულფატ პროტეოგლიკანი არის უარყოფითად დამუხტული მოლეკულა, შესაბამისად მასში სხვა უარყოფითად დამუხტული მოლეკულები, როგორც არის მაგალითად პროტეინები, ვერ გაივლიან. რაც შეეხება მეოთხე ტიპის კოლაგენს, ის მონაწილეობს ერთ-ერთ აუტოიმუნურ დაავადებაში, რომელსაც ახლა განვიხილავ. ამ დაავადებას ეწოდება ანტიგლომერულური ბაზალური მემბრანის დაავადება. ამ შემთხვევაში აუტოანტის სხეულებისთვის სამიზნეს წარმოადგენს სწორედ ამ მეოთხე ტიპის კოლაგენის ალფა-3 ჯაჭვის AC1 დომენი, ხოლო უფრო კონკრეტულად ეს არის EA და EB კრიტული ეპიტოპები. როგორც ფოტოზე ხედავთ, ეს ეპიტოპები ნორმაში ჩამალული უნდა იყოს კოლაგენის სტრუქტურაში. თუმცა სხვადასხვა პათოლოგიების დროს, როგორც არის მაგალითად ლიმფოტოქსინების მოქმედება, ეს ეპიტოპები ზედაპირზე ამოდიან და ხელმისაწვდომი და გამოსაჩენი ხდებიან ანტისხეულებისთვის და მის წინააღმდეგ წარმოიქმნება IgG კლასის და უმეტესად IgG1 და IgG3 იმუნოგლობულინები. რა ხდება შემდგომ, როგორც ფოტოზე ხედავთ, ეს იმუნოგლობულინები პირდაპირ დაუკავშირდებიან გლომერულურ ბაზალურ მემბრანას და შესაბამისად აქ იწვევენ კომპლემენტის აქტივაციას, ნეიტროფილების და მაკროფაგების მოზიდვას, ციტოკინების გამომშრალებას და ასე შემდეგ. შედეგად ხდება მიკროთრომბების ჩამოყალიბება, რის შედეგადაც ამ არეებში ვერ ხდება საკვები ნივთიერებების მიწოდება და იწყება ნეკროზი. ამის შემდეგ გლომერულური ბაზალური მემბრანა თავის ფუნქციას, ფილტრაციის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. საინტერესო არის ფაქტი, რომ ადამიანებში ეს დაავადება მიმდინარეობს ალვეოლარულ ჰემორაგიასთან ერთად, იმის გამო, რომ ფილტრებში არსებული ბაზალური მემბრანაც ამ დაავადების დროს იგივენაირად ზიანდება. თუმცა ასეთი შემთხვევები ცხოველებში აღწერილი არ არის, ანუ ცხოველებში ცალკეულად თითქმის დაავადებით მიმდინარეობს. ერთ-ერთი აღწერილი შემთხვევა არის ცხვრის, როდესაც ცხვრის იმუნიზაცია მოახდინეს ადამიანის ბაზალური მემბრანის იმუნური დომენით. და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ დროს ცხვრის ორგანიზმში არა მხოლოდ ადამიანის იმუნური დომენის მიმართ მოხდა ანტისხეულების წარმოქმნა, არამედ აუტოანტისხეულების წარმოქმნა თავად ცხვრის იმუნური დომენის მიმართ. და ცხვარს გამოვითარდა მწვავე ნერვი. ასევე იგივე დაავადება აღწერილი შვიდ-ცხენში, რომელსაც იმუნოფლუორესცენციის გზით დაუდგინდათ, რომ IgG დეპოზიტები იყო ბაზალური მემბრანის გარშემო და ასევე აღინიშნებოდა ეპითელიური უჯრედების პროლიფერაცია. ძაღლებში დასავლეთ ჰაერმანის ტერიერში იგივე დაავადება აღწერილი, ამ ძაღლს ჰქონდა ნეკროზული ენცეფალიტი და ნეკროპსიის დროს ტვინის დაზიანებასთან ერთად ასევე შეინიშნებოდა, როგორც ფოტოზე ხედავთ, იმუნოფლუორესცენციის გზით IgG ანტისხეულები მემბრანის გარშემო და ასევე ძაღლს აღინიშნებოდა თითქმის ქერქოვანიშვის დაზიანება ლიმფოციტებისა და პლაზმური უჯრედების ინფილტრაციით. შემდეგი დაავადება არის იმუნური კომპლექსებით განპირობებული გლომერულოპათიები, რომელიც სხვა შორის ძაღლების კატეგორიაში უფრო ხშირი არის, ვიდრე სხვა თითქმის აუტოიმუნური დაავადებები.
ამ შემთხვევაში იმუნური კომპლექსების წარმოქმნა შეიძლება მოხდეს მრავალი მიზეზით, ეს შეიძლება იყოს მაგალითად ინფექციური აგენტები, ბაქტერიული ინფექციები, ასევე კატებში ძალიან ხშირია ფიფის, ანუ ინფექციური პერიტონიტის დროს და კატის ლეიკემიის ვირუსის გართულება ამ დაავადებით, ზაგრებში ძალიან ხშირია ლეიშმანიოზის დროს, ასევე ლეპტოსპიროზის დროს, ლაიმის დაავადებისა და პიროპლაზმოზის დროს. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ დობერმანში სულფანილ ამიდების უყურაობის შემდეგ ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მესამე ტიპის ჰიდროზოლოგიის რეაქცია ვითარდება და ეს დაავადება მიმდინარეობს, რომელსაც დაჩვენებია, რომ დობერმანში სულფანილ ამიდების გამოყენება არ უნდა მოხდეს, ან უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც სხვა გზა უბრალოდ არ რჩება. ასევე აღწერილია ძაღლებში იგივე შემთხვევა, როდესაც იმუნორეგულირით ერთ-ერთი იმუნომოდულატორით უნაოდნენ. რაც შეეხება სიმპტომებს, კატების 75%-ში და ძაღლების 15%-ში ეს დაავადება ნეფროტური სინდრომით მიმდინარეობს, ანუ აღინიშნება პროტეინური და შესაბამისად ჰიპოპროტეინემია, ასიტები და შეშუპებები უმეტესად სახსრების არეში. ფოტოზე მოცემული ჯიშები არის ის ჯიშები, რომელსაც გააჩნიათ წინასწარ განწყობა ამ დაავადების მიმართ. რაც შეეხება მექანიზმებს, პირველ რიგში ეს დალექვან იმუნური კომპლექსების სამი მექანიზმით შეიძლება წარმართოს. პირველი მექანიზმი არის, როდესაც უკვე წინასწარ წარმოქმნილი იმუნური კომპლექსები დაილექებიან ბაზალურ მემბრანაზე. მეორე შემთხვევა არის, როდესაც ჯერ მოციქული ანტიგენი დაილექება ბაზალურ მემბრანაზე და შემდეგ უკვე ანტისხეული დაუკავშირდება მას უკვე ამ ლოკალურ არეში. და მესამე შემთხვევა არის, როდესაც აუტოანტისხეული უშუალოდ ბაზალური მემბრანის ანტიგენს უკავშირდება. ასევე იმის მიხედვით, თუ რა ზომის არის ეს იმუნური კომპლექსები და რა მუხტის არის ისინი ბაზალურ მემბრანის სხვადასხვა არეში გროვდებიან. მაგალითად, დიდი ზომის მოლეკულები გროვდებიან ენდოთელურ მხარეს, იწვევენ ენდოთელიარული მიზიდების პროლიფერაციას, ხოლო რაც შეეხება მცირე ზომის იმუნური კომპლექსები, რომლებიც გაივლიან ბაზალურ მემბრანას, უკვე დაგროვდებიან, დეპონირდებიან ეპითელურ მხარეს და იწვევენ მემბრანულ გლომერულოპათიას. შემდეგი დაავადება არის IgA ნეფროპათია, ბერგერის დაავადება. ეს დაავადება საინტერესოა იმით, რომ ამ შემთხვევაში აუტოანტისხეულების წარმოქმნა ხდება თავად იმუნოგლობულინ A-ის წინააღმდეგ. ოღონდ ამ შემთხვევაში ეს IgA არის გალაქტოზოდეფიციტური და მას აღიქვავს ორგანიზმი როგორც სხვა ანტიგენს. ეს წარმოქმნილი აუტოანტისხეული იმუნური კომპლექსები გროვდებიან გლომერულებში და როგორც აღახსენე, იწვევენ ანტიბიოტიკ რეაქციებს. მოცემულ დაავადებას ახასიათებს ასაკთან კორელაცია. კვლევით დადგენილია, რომ 4-დან 7 წლამდე ძაღლებში დაავადება მიმდინარეობს ჰემატურით, პროტეინურით და ჰიპერტენზიით, ხოლო 10 წელზე მაღალი ხნიერ ძაღლებში დაავადება უფრო ქრონიკული სახით არის და გლომერულურ სკლეროზს, ფიბროზს და ასევე კრესენტულ დაზიანებას იწვევს გლომერულაზე. შემდეგი დაავადება არის ლუპუს ნეფრიტისი, რომელიც რეალურად სისტემური წითელი მგურას თირკმლის დაზიანებით მიმდინარე დაავადება. სიმპტომები არის პოლიურია, პოლიდიფსია, ისევ და ისევ სახსრების არეებში შეშუპებები, ანემია, ტემპერატურის მომატება, ლეთარგია, წონაში კლება. რაც შეეხება მექანიზმს, ამ შემთხვევაში აუტოანტისხეულები წარმოიქმნება ორჯაჭვიანი დნმ-ის მიმართ. ეს ორჯაჭვიანი დნმ გამოთავისუფლდება ისეთი პროცესების დროს, როგორც არის მაგალითად ნეტოზი, აპოპტოზი, ნეკროზი, მიტოქონდრიალური ოქსიდაცია და ასე შემდეგ. მას შემდეგ, რაც ორჯაჭვიან დნმ-ს დაუკავშირდება აუტოანტისხეულები, ისინი ასევე ბაზალურ მემბრანაზე გლომერულებში დეპონირდებიან და ხდება პირველი ტიპის ინტერფერონის დიდი რაოდენობით გამოყოფა და იწყება გლომერულური სკლეროზი, რის შედეგადაც გლომერულა თავის ფილტრაციის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. შემდეგი დაავადება არის ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულებთან ასოცირებული ვასკულიტი. ამ დაავადების დროს აუტოანტისხეულების წარმოქმნა ხდება ნეიტროფილური პროტეინების, მიელოპეროქსიდაზას და პროტეინაზას 3-ის მიმართ. მას შემდეგ, რაც ეს აუტოანტისხეულები დაუკავშირდებიან ნეიტროფილებს, ნეიტროფილების ქცევა იცვლება, ისინი ეწევებიან, უკავშირდებიან სისხლძარღვების კედლებს და იწყება ძლიერდება ნეტოზის პროცესი, რაც საბოლოოდ იწვევს ნეკროზულ ვასკულიტს.
რაც შეეხება დიაგნოსტირებას, მიუხედავად რომ ამაზე უკვე ისაუბრეს საპრეზენტაციაში, მაინც მინდა რომ უკლედ შევეხო. თავარი ყველაზე ეფექტური რითიც შეგვიძლია დიაგნოსტირება მოახდინოთ ამ დაავადების არის ის, რომ მოხდეს თითქმის ბიოპსია და შემდეგ იმუნოფლუორესცენციის გზით დადგინდეს, მაგალითად ანტიმუნური ბაზალური მემბრანის დაავადების დროს, როდესაც ვიცით, რომ IgG ან ბაზალური მემბრანის გარშემო ექცევა, მწვანე ნათებას დავინახავთ ასეთი პატერნით. ასევე იმუნური კომპლექსების დანახვა შეგვიძლია, რომელიც ჩალაგებული იქნება ამ ბაზალურ მემბრანასთან. IgA ნეპროპათიის დროს IgA-ს ვხედავთ მეზანგიომში. ასევე ლუპუს ნეფრიტის ახსენებს უფრო განსხვავებული ტესტი, რომელიც არის ანა ტესტი, ანუ ხდება ანტინეპროსომული ანტისხეულების დეტექცია სისხლში. ესეთი სხვადასხვანაირი პატერნები გვაქვს, როგორც წეგან ახსენეს, მაგრამ კონკრეტულად ლუპუს ნეფრიტისის ან წითელი მგლურას დიაგნოსტირება ხდება მაშინ, როდესაც გვაქვს ან გლუვი პატერნი, ან ესეთი ხორტიანი პატერნი, ან პერიფერულად შეღებილი პატერნი. რაც შეეხება ას ასოცირებულ ვასკულიტს, ამ შემთხვევაში სპეციფიკური ას ტესტის გამოყენება ხდება და პატერნის შეიძლება იყოს ან ფიასა, ან სიასა. ფიასა გულისხმობს იმას, რომ პერინუკლეუსურად ხდება შერევა უჯრედის და შევსად ის უმეტესად ხდება, ანუ ამ პატერნით უმეტესად მაშინ იგებება, როდესაც აუტოვატის წყლები გამომუშავებულია მიელოპეროქსიდაზას მიმართ. ხოლო სიასა ციტოპლაზმური შერევა არის ხოლმე უმეტესად მაშინ, როდესაც აუტოვატის სხეულები მეორე პროტეინის, ანუ პროტეინაზას 3-ის მიმართ ხდება. რაც შეეხება მკურნალობას, რა თქმა უნდა, მკურნალობა პირველ რიგში მოიაზრებს იმუნოსუპრესიას. იმუნოსუპრესია ვეტერინარში ხდება უმეტესად კორტიკოსტეროიდების გამოყენებით, რაც უმეტესად არის ხოლმე დექსამეტაზონი ან პრედნიზოლონი. ასევე ციკლოფოსფამიდებს ვიყენებთ და აზათიოპრინს. ანტიგლომერულური ბაზალური მემბრანის დაავადების დროს და ასევე ასოცირებული ვასკულიტების დროს ნაჩვენებია პლაზმაფერეზის გამოყენება, როდესაც პლაზმის გამოყენება ხდება ძალიან და იმიტომ რომ შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით იმუნურ კომპლექსებს და შემდეგ დონორი ძაღლის პლაზმის გადასხმა ხდება. ასევე ანტინეიტროპროტეინური თერაპია მოიცავს ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების გამოყენებას, ან შეიძლება ანგიოტენზინ რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება მოხდეს, რადგან თითქმაში სისხლის წნევის დადაბლება მოხდეს და შავშად ნაკლები სტრესი იქნეს თითქმაზე მიყენებული. ვეტერინარიაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური დიეტა დაინიშნოს სახლს, რომელიც უმეტესად არის ხოლმე დაბალი პროტეინის შემცველი და ომეგა-3-ით განდიდრებული. და რაც შეეხება სხვა მკურნალობას, ეს არის ხოლმე უფრო სიმპტომატური, მაგალითად გაუწყლიანებულია ცხოველი, რომ ამ დროს მიეწოდოს სითხე და ასე შემდეგ. დიალიზის გამოყენება არის ხოლმე კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა საქართველოში სამწუხაროდ დიალიზის სისტემა ჯერჯერობით არ გვაქვს. მადლობა ყველაფერთვის. პათოლოგიები რა დროში გვაქვს ვეტერინარიაში ნეპროფიტი და საქმიანობის განსაკუთრებით. მნიშვნელოვანია მაგალითად დიაგნოსტიკა. მთავარი პრობლემა ეგ არის ხოლმე, როცა კლინიკურად გამოვლინდება უკვე დიდი პროცენტი არის თითქმის დაზიანება და 75%. ისეთი გვაქვს სამწუხაროდ 70% ნეფრონები მკვდარია და მე ხო, იმიტომ რომ ეს